ასეთ კადრების შემდეგ გადაცემის გაგრძელებაც რთულია, თუმცა კიდევ ერთი აქტუალური თემის შესახებ ბოლო დროს კონგრესს გარშემო ატეხილმა 10-თა სხვადასხვაობამ ზღაპრებს კიდევ ერთხელ გადაგვახედა. ზოგიერთ ზღაპარში წავიკითხეთ ამბების სასტიკ მკვლელობებზე სხეულის დანაწევრებით და თქვენ წარმოიდგინეთ ინცესტის ეპიზოდსაც კი წავაწყდით. სხვადასხვა საბავშვო ზღაპრებსა და თხზულებებში ასეთი უცნაური პასაჟები ნამდვილად არის. ლოგიკურად იბადება კითხვა, როგორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ თავგადასავლების მაძიებელ ხუთკუნჭულასა და ჯადოსან, მაგალითად ჰარი პოტერს შორის. ანუ რა შინაარსის ზღაპრები უნდა მოვარგოთ თანამედროვე ბავშვის ფსიქოტიპს. ამ კითხვებზე პასუხების მიღებას მარიკა ბაკურაძე შეეცადა. აი ეს ფირფიტა მტანჯავდა მთელი ბავშვობის განმავლობაში. 90-იან წლებში ძალიან მოდური იყო ფირსაკრავი და აუდიო ზღაპრები, მეც მქონდა ძალიან ბევრი ფირფიტა და ეს იყო ყველაზე საყვარელი ერთის მხრივ. სახელწოდებით ზღაპარ ქალაქი ირმა სუხაძე იყო მთავარი როლის შემსრულებელი და გარდა იმისა, რომ ყველაზე მეტად მიყვარდა ეს ზღაპარი, ყველაზე მეტად მეშინოდა აი ამ პერსონაჟის, ყარაბას ბარაბასის. ჩავთავდი ხოლმე ამ ფირსაკრავს. ახლა წავიკითხე პროგრამაში თურმე ლევან უჩენეიშვილი ახმოვანებდა ყარაბას ბარაბას. მოკლედ, გავიგონებდი თუ არა ამ საშინელ ხმას, სასწრაფოდ ჩავეჭიდებოდი შავარძლის სახელურს, მაკანკალებდა, თან მაინტერესებდა რა მოხდებოდა და თან ერთი სული მქონდა ხოლმე, როდის დამარცხდებოდა ჩემი საძულველი პერსონაჟი. ნელ-ნელა დრო გავიდა, ჩემი ფირფიტები გვერდით გადავდა და დავიწყე კითხვა. დამიგროვდა წიგნები. ჩემი პირველი წიგნი გახდათ ქართული ხალხური ზღაპრები. მართალია შიშმა გამიარა, მაგრამ გაოცებას ვერ მალავდი ხოლმე, როცა ვკითხულობდი ასეთ ფრაზებს. მაგალითად, ცხენს სწრაფად რომ ერბინა, 9 ჭრილობა მიაყენეს და 9-ვე ჭრილობაში 9 ფუთი მარილი ჩააყარესო. ერთხელ დედაბერი სადღაც მიდიოდა და რძალს შუმად დაუბარა. ეგ ბიჭი დაკალი ქვაბით ცეცხლზე შემოდგი და სადილად მომიხარშეო. ბიჭმა ყური მოჰკრა დედაბერის ნათქვამს. პატარძალმა გალესა დანა და ბიჭს დაკლა დაუბირა. ბიჭმა უთხრა: "მომეცი დანა, მე თვითონ გამოვიჭრი ყელსაო." ხუთკუნჭულასაც აქვს ერთი ძალიან საინტერესო პასაჟი, როცა ვკითხულობთ, რომ მოხერხებული ხუთკუნჭულა დევის ქალებს დახოცავს, დაჭრის და შემდეგ ქვაბში ჩაყრის და დევი ჭამის დროს ძუძუებით აღმოაჩენს, რომ მას ქალები დაუხოცეს. მოკლედ, ბევრი ძალიან საინტერესო ასეთი პასაჟი არის სხვადასხვა ზღაპრებში და გიორგი, შენთან მაქვს ესეთი შეკითხვა. როგორ ფიქრობ, საიდან მოდიოდა საერთოდ ეს ტექსტები? რა თქმა უნდა, ეს არის ქართული ხალხური ზღაპრები და რა თქმა უნდა, ეს არის იმდროინდელი ყოფის ალუზიური ჩვენება, რა დროშიც ეს ზღაპრები იწერებოდა. ზღაპრის მძიმე სიუჟეტი ისევ მძიმე ქართული იმდროინდელი ყოფის შედეგია. ასე ფიქრობს გიორგი კეკელიძე. თუმცა იმასაც გვიმხელს, რომ სასტიკ ეპიზოდებს მასზე განსაკუთრებული ემოციური გავლენა არ მოუხდენია. სიმართლე გითხრათ, მე როდესაც ვკითხულობდი ამ თქვათ სცენებს, მკვლელობის ამბავს აღვიქვამდი ისე, როგორადაც შეიძლება ამას აღვიქვამდეს ასევე თანამედროვე პატარა ბავშვი კომპიუტერული თამაშისას. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ძველ ზღაპრებს კომპიუტერულ თამაშებს ადარებს, რომელიც თანამედროვე ბავშვზე უარეს გავლენას ახდენს, რადგან აქ უკვე ძალადობის უშუალო მონაწილე თვითონ ბავშვია. ამიტომ გაცილებით ჰუმანური ამბის შესაქმნელად მან პროზა და პოეზიიდან უკვე ზღაპარში გადაინაცვლა. ბავშვობის ემოციები გაიხსენა და თანამედროვე ლიტერატურული ზღაპარი თომას ზღაპრები შექმნა. უნდა ეცადო იმას, რომ დაბრუნდეს საკუთარ ბავშვობაში პირველ რიგში და განიახლო ეს ემოციები, რომელიც გაქვს ეს ერთი და მეორე ამ ცდილობასთან ერთად უნდა დააკვირდე თანამედროვე ბავშვსაც. უცნაურად სასტიკი და ძალადობრივი ქცევების აღწერა მარტო ქართულ ზღაპრებში არ გვხვდება. მგლის მუცლის გაჭრა და წითელ ქუდას გადარჩენა მსუბუქი მაგალითია შარლ პეროს თუ ძმები გრიმების სხვა ზღაპრებთან შედარებით. რამდენიმე დღეა სოციალურმა ქსელმა კიდევ ერთი ზღაპარი ვირისტყავა აიტაცა, სადაც პირდაპირ ინცესტზეა საუბარი, როცა მეფე გადაწყვეტ საკუთარ ქალიშვილზე დაქორწინდეს, რის გამოც გოგონა შოკის მდგომარეობაში ვარდება. მართალია სიუჟეტის მიხედვით მეფის და მისი ქალიშვილის ქორწინება არ შედგება, მაგრამ
ამ წიგნმა მოახერხა და სულ რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანის გაღიზიანება გამოიწვია. საზოგადოებამ ზოგადად ზღაპრების მიმართ თავისი დამოკიდებულება მას შემდეგ გადასინჯა, რაც განათლების მინისტრმა ზღაპრების თემაზე განცხადება გააკეთა. ხალხის ნაწილი ორად გაიყო. ნაწილმა ზღაპრების აკრძალვა მოითხოვა. მეორე ნაწილი კი ისევ აღიარებს, რომ ზღაპრები ბავშვების ფანტაზიის უნარს განსაკუთრებულად ანვითარებს. თანამედროვე ბავშვებს უფრო მეტად გაუმართლათ ვიდრე ჩვენ, რადგან ფანტაზიის მასშტაბებიც გაიზარდა, არჩევანის მეტი თავისუფლება არის, აღარ არის აუცილებელი ძალადობრივი მითების და თქმულებების სწავლა და უკვე არსებობს ისეთი ლიტერატურული და თანამედროვე ავტორების მიერ შექმნილი ზღაპრები, როგორიც არის თუნდაც კლასიკოსი მეზღაპრე, ჩვენი გურამ პეტრიაშვილი და მისი პატარა ქალაქის ზღაპრები. ბატონ გურამ, მეც გამიმართლა და გავიზარდა თქვენ ზღაპრებზე და სულ ვფიქრობდი, საიდან მოდიოდნენ ნაღვლიანი კლოუნი, მექუდე, მესიზმრე და ესეთი პერსონაჟები. ჩვენ ვწერთ არა იმას, რაც ჩვენ გვინდა, რაც გამოგვდის. გამომივიდა ერთხელ მექუდეზე ზღაპარი, გამომივიდა კლოუნზე და მთავარი ის იყო ალბათ, რომ რაღაცა ბავშვობიდან მაწუხებდა. კლოუნი ძალიან საინტერესო ვინმეა, კაცო. ნაღვლიანი კლოუნი თუ ვალდებულია დარბაზი გააცინოს, ზღაპარსაც აქვს აუცილებელი მოვალეობები. გურამ პეტრიაშვილი ამბობს, რომ ზღაპარი ერთმნიშვნელოვნად კეთილი ამბავი უნდა იყოს. მეზღაპრეს უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი გული, ყველაფრის დამტევი და ყველაფრის მოყვარული უნდა იყოს. და ყველაფრის მოყვარული თუ ხარ, მაშინ გამოგივა კეთილი ამბავი. ადამიანი ობობა არის მულტფილმადაც არის გადაღებული, ხო და ეს ობობა ყველაფრის გამკეთებელია, ესე იგი დააფრინავს, გაიშვეს ხელს, იქიდან რაღაც ამ თავის ქსელს მიასხივებს რაღაცას. ადამიანი ობობა, ბეტმენი და სხვა პერსონაჟები ქართველ ბავშვებშიც პოპულარულია. უფროს თაობას კი გული წყდება, რომ ჩვენ ეროვნულ გმირებს ვივიწყებთ. გურამ პეტრიაშვილი გვიხსნის, რომ ზღაპრები უნდა მოერგოს დროს, გათანამედროვდეს, მათთვის შეიქმნას ინტერნეტ თამაშები. და თუ ასე მოხდება, შესაძლებელი გახდება წიქარამ, კომბლემ, წუნამ და წრუწუნამ ჰარი პოტერსაც კი გაუწიონ კონკურენცია. ჩვენი ბიბლის შერჩეული ცისკარა ხო და ჩვენ ლაპარაკობდით საერთოდ არ უყურებდით, ვახველდით რომ მალე გასულიყო, ისეთი საშინელება იყო თან, რაღაცა კვდებოდნენ და რაღაცა მეჭარის ცისკარა მოკვდეს და რაღაცებს ვამბობდით. ირინკა გალოგრე 10 წლისაა, სანდრო 8-ის, ნიკო 6-ის, ხოლო სალომე 2 წლის. 4-ვე მათგანი სხვანაირ, თუმცა თანამედროვე მულტფილმებს ირჩევს. დედა კი ამბობს, რომ ძაფრის სცენები ნიშვილებზე გავლენას ახდენს. უფროს გოგოს ქონდა შიშები დაეწყო, პატარა იყო 2 წელნახევრის დაახლოებით და შიშები დაეწყო კაკუნზე. და მე დავაკავშირე წითელ ქუდაშიც რომ გელი მოდის სახლში აკაკუნებს გოჭებშიც და ბიჭების შემთხვევაში მაგალითად დამიფიქსირებია რომ აი რაღაცა ბრძოლის სცენა რო უნახავთ და რაღაცა დამთავრებულა მე მულტფილმი მომენტალურად იწყებენ გადმოტანას რეალობაში, ამას იღებენ იარაღებს და იწყებენ ცხობს. ვინაიდან ინტერნეტის შეუზღუდავი სივრცეა, ოჯახში მთავარი ცენზორები მშობლები არიან. მე არ მიყვარს არის კი ეგეთი მულტფილმები, აი ზომბის სახეებები, თითქოს უწყინარები არიან, მაგრამ გარეგნობა ზომბის აქვს, ან ვამპირის აქვს და საშინლად წინააღმდეგია ეგეთი მულტფილმები. როდესაც მშობელი ბავშვთან ერთად უყურებს ამათვე პროდუქციას, განიხილავს, კომენტირებას ახდენს, მათ შორის შესაძლებელია ეს ნეგატიური შინაარსი სწორედ უარყოფით კონტექსტში განხილვა მოხდეს და მაშინ კარგის და ცუდის, ბოროტების და კეთილის შეცნობაში მშობლის როლი არის ძალიან დიდად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით 6 წლამდე ასაკში. ასევე მშობელმა უნდა გააკონტროლოს თუ რომელი პერსონაჟი ხიბლავს მის შვილს, რადგან კომპიუტერულ თამაშებში ლიდერები ძირითადად მოძალადე გმირები არიან. როგორც წესი, ძლიერს, ყოჩაღს, წარმატებულს, დაჯილდოებულს, დადებით კონტექსტში წარმოჩენილ პერსონაჟთან იდენტიფიცირდება ბავშვი და ამიტომ არის ხშირ შემთხვევაში პრობლემა აი ამ აგრესიული კომპიუტერული თამაშების შემთხვევებს თუ განვიხილავთ, რომ ხშირად ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი პერსონაჟები დადებით პლანში შეიძლება იყვნენ წარმოჩენილი.
ფაქტია, რომ დროსთან ერთად იცვლება გამოწვევებიც, საზოგადოებაც და მისი დამოკიდებულებაც. ბავშვის განვითარების დონეც და თანამედროვე ბავშვი, მაგალითად, ტექნოლოგიურ სიახლეებსაც უფრო უკეთ უღებს ალღოს, ვიდრე იგივე საბჭოთა ბავშვი. შესაბამისად, ალბათ სადაო არ უნდა იყოს, რომ როგორც ზღაპრები, ისე მულტფილმები და სათამაშოები თანამედროვეობასთან უფრო მორგებული უნდა იყოს. თუმცა არის კიდევ ერთი მთავარი ღირებულება და მუდმივი ჭეშმარიტება ყველა დროსა და ყველა ეპოქაში. ეს ღირებულება სიყვარულია. როგორც დიდი შვედი საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენი გვირჩევს, მიეცით ბავშვებს სიყვარული, მეტი სიყვარული და კიდევ უფრო მეტი სიყვარული. ასე რომ ეხლა ვიზრუნოთ ჩვენი შვილების ბედნიერებაზე და მომავალზე. ჩვენ კი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.